რაც შეეხება ძაფის ჩამაგრებას, როგორც ინსტრუქციაში გვაქვს მოცემული, სიმარტივისთვის კარგი იქნება თუ ორ-ორი ძაფის ქვეშ გავატარებთ და არა ყველაში ერთად, რადგან მყარი ზედაპირია, ნაჭერთან შედარებით უფრო რთულია, ასე ვთქვათ, ამ მანევრის განხორციელება. ამიტომ, ხლა ამ შემთხვევაში იქეთ მხარეს უნდა წავიღოთ, ასე ვთქვათ, წავიყვანოთ ჩამაგრების პროცესი, სადაც უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ნაქარგია უკვე და რომლის ქვეშაც შევძლებთ, რომ გავატაროთ. ამ შემთხვევაში აიყურეთ ძალიან მარტივად. ერთი ეს შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ, შეგვიძლია ხელიც დავახმაროთ მეორე, აი ამ ნემსის გატარების დროს. 1 და 2. ხო? ორში როგორც გავატარებთ, მინდა თან რომ კარგად გამოჩნდეს. ისე რომ სხვა ძაფებს აღარ შევეხოთ. ესე ბოლომდე გავწევთ, სანამ შეგვეძლება. შემდეგ მოვკიდებთ ხელს და გამოვგაჩავთ. ამ შემთხვევაში ახლა უკვე ორი ძაფის ქვეშ დამაგრებულია ჩვენი ძაფი. თუმცა მხოლოდ ერთხელ ორი ძაფის ქვეშ გავლა არ არის საკმარისი, ამიტომ კიდევ რამდენჯერმე როგორც მოვახერხებთ, უნდა ვეცადოთ რომ გავატაროთ და ჩავამაგროთ. ამ შემთხვევაში ალბათ 3-ჯერ მოვახერხებთ. ანუ ეს იქნება მეორე ორი ძაფი, რომელშიც გავატარებთ. პროცესში თუ ძაფები გამოგივარდათ, არ არის პრობლემა, შეგიძლიათ თავიდან პრობლემოდ დაამაგროთ და განაგრძოთ ეს ჩამაგრების პროცესი. ძალიან მოკლე ძაფს ნუ დაიტოვებთ, რომ პრობლემა არ შეგექმნათ და ყოველწუთად დასამაგრებელი არ გახდეს. აი ახლა ეს ისია გავუწესთ. всё. ხა უყურეთ უკვე. გაიარა 1, 2, 3, 4, 5, 6 ძაფის ქვეშ, რაც სრულებით საკმარისია, არ არსებობს ვიღაცა აი აქიდან თუ არა გაჩაძალით, ეს ნაქარგი არ დაირღვევა. რადგან საკმარისია, მოდით მოვჭრათ ეს ბოლო. აი ეს გამოვიდა ჩვენი 1-3 წვერიანი ძაფით. აბა შენიც, კარგი.